ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩენსკი გურიის რეგიონს ეწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს თითოეული თემის მიმართ. ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა ინტელექტუალური თამაში წიგნების თარო ევროპის შესახებ გახსნა. ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპულ კულტურას, ისტორიასა და ღირებულებებს აცნობს. ელჩი ასევე შეხვდა სტუდენტურ ახალგაზრდულ საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. და ხაზი გაუსვა ევროკავშირის უწყლოდ მხარდაჭერას განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ბატონ ელჩთან ერთად ვისაუბრეთ იმ ნიშნულოვან განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განახორციელეს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რეგიონის განვითარებაში. მონაწილეებმა გამოხატეს ძალიან დიდი მადლიერება და ასევე გულწრფელი მხარდაჭერა ევროკავშირის პროგრამებისადმი და ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებულ პირობებში, იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით განან დღეს საქართველოში. ფაქტობრივად ყველა მიმართულებით იყო დაფინანსებული პროექტები ევროკავშირის მიერ გურიაში, აი ეს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით. მე ვფიქრობ, რომ არ დარჩენილა სფერო და მიმართულება, რომელიც არ დაგეგმილა და არ განხორციელებულა გურიაში ამ წლების განმავლობაში. ამ თამაშების სერიის მანძილზე უკვე არაერთი გუნდი ჩაერთო ჩვენს თამაში, ოზურგეთში 20-ზე მეტმა გუნდმა ითამაშა. თავისი არსით ეს არის იგივე წიგნების თარო, საჯაროდ, სადაც ბევრი გუნდი ერთად იღებს მონაწილეობას, ოღონდ მცირედი განსხვავება იქ არის, რომ ლიტერატურაც და სხვა ტიპის კითხვებიც აქ მთლიანად ეხება ევროპას, ევროპის შესახებ ცოდნის ამაღლებას და შესაბამისად ქართულ ევროპული კავშირების გაღრმავებას.